ზუსტად ვიცი, ეს იქნება ქართული გენის დასასრული. ხელოვნურ ინტელექტზე რაღაცებს კითხვა ხო გიყვართ და ხელოვნურ ინტელექტს კითხეს როგორი წარმოუდგენა მომავალი საქართველოს და ზუსტად ეს ფოტო შექმნა. რეალობასთან შორს არ არის, პირიქით ძალიან ახლოს არის რა, იმიტომ რომ ქვეყანა გადაივსო არაბებით, პაკისტანებით, ინდოელებით, რუსებით, უკრაინელებით, მოკლედ ყველა ქვეყნის წარმომადგენლით გადაივსო ეს ქვეყანა. ამას ის ემატება რომ აქაური მიწები იყიდება, ისინი ბიზნესებს იწყებენ, ამას დამატებული ქართველი გოგოები მათზე თხოვდებიან, ანუ სიყავს არავის არ უშლი, მაგრამ ხონა მიხვდეთ ხალხო რომ ეს არის ქართული გენის დასასრული და უნდა ვიმოქმედოთ, მინიმუმ ჩავკეტოთ საზღურები და დროებით მაინც არ შემოუშვათ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები აქ რა. არ მაინტერესებს, მაგრამ ტურისტულად იქნება თუ სასწავლებლად იქნება. რომ ნახავს ქვეყანაში ჩამო აქ ამხელა, აი შესაძლებელია რომ დამკვიდრდება. 60 გვაქვს საქართველოში, რომელსაც ვერ ვაფასებ და ვერ ვხედავთ. და ზუსტად ვიცი რომ ამ ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება მერაბი და ზვიადი ესეთი ქვეყნისთვის არ იბრძოდნენ. ზუსტად ვიცი რომ დავით აღმაშენებელსაც არ სურდა ესეთი ქვეყანა. მაგრამ თქვენ რა დაგემართათ ხალხო რა, მაგრამ გონება დახშულები ხო ნუ ხართ. და ამ კოცებს და ნაცებს და მათ აი ინფლუენსერებს ნაკით ვითომ ელიტას რას უჯერებთ. ხომ დაფიქრეთ, აი ეს იქნება ქართული გენის დასასრული. და მინიმუმ საზღურები უნდა ჩავკვიდოთ და არ უნდა შემოუშვოთ ეს ხალხი. და არავინ არ დამწუთ ხა ამათი გაправება. რამოდენმე წამი მოусმინოთ ეხა დინაძის განცხადებას, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკები წამოწდა და გავაგრძელოთ საუბარი. ეს არის საინვესტიციო ნებართვების მიმართულება. თქვენ მოგესალმებით რომ თუ უცხოეთის მოქალაქე საქართველოში შეიძენს $100,000-ზე მეტი ღირებულების უზრუნველყოფას, მას ერთი წლით გაიცემა შესაბამისი შეცდომა თქვენ ყველა ვარიანტში არა, მასზე შესაძლებელია გაიცეს ერთი წლის ბინადრობის დრო. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სტატისტიკა ბოლო 6 წლის განმავლობაში ასეთი ნებართვა მიიღო 16,000-მა უცხოეთის მოქალაქე ბინადრობის ნებართვას უზრუნველყოფა და დღეს აქედან ეს ბინადრობის ნებართვა დარჩება მხოლოდ შენახებაში სულ 3,600 ადამიანს. ბოლო 6 წლის განმავლობაში 3,600 ადამიანს. ამის მიუხედავადაც კი ჩვენ ვზრდით ცოტათი ვამკაცრებთ საინვესტიციო პირობას და ნაცვლად $100,000-ისა ეს იქნება $150,000. ანუ მინიმუმ 16,000 ჯერ 100,000 რას ნიშნავს? რომ აი ინვესტიცია შემოვიდა, მაგრამ 16,000-მა უცხოელმა აქ იყიდა 100,000-ის ინვესტიცია ჩადო მინიმუმ. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით რომ მარჯანიშვილი მაგათ ეკუთვნით. ბათუმზე ხო ზედმეტია უკვე საუბარი რამდენი იყიდეს. საქართველოში რამდენი რესტორანი, კლუბი, მიწის ნაკვეთი, სახლი, კარი, იცით რომ გაყიდულია სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. ანუ საქართველოში ყველამ ფეხი მოიკიდა. ყველა ეროვნების წარმომადგენლებმა რა. და არავინ არ დამიწეროს რომ რასისტი ვარ. რასისტი კი არა ვარ, სხვა ერის კულტურას პატივს ვცემ, მაგრამ ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ქართული გენი და ქართული კულტურა. თორე პატივისცემა არ გვეშლება, მას სტუმართმასპინძლობა ჩვენ არ გვეშლება, მაგრამ საქართველო ქართველებს ეკუთვნის, ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს და არავის არ აქვს უფლება რომ წაგვართვა საქართველო. მაგრამ ჩვენ კარგად ხედავთ რომ მერაბი და ზვიადის მერე ყველა ხელისუფლება არის არალეგიტიმური. ოფიციალურად შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ და ნებისმიერს გაგიმართოთ დებატებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, არც ნაცების ტელევიზიები, არც ქოცების ტელევიზიები და საერთოდ ჯამში არც ეს ტელევიზიები მე არ მიმიწვევენ. ზუსტად ვიცი, რომ ჩემთან ჟურნალისტი არ მოვა რაღაც კითხოთ, იმიტომ რომ გავანადგურებ. იმიტომ რომ ვიცი, წლებია ამ საკითხებში ვარ. და ვიცი როგორ უნდა ვისაუბრო. იმიტომაც არ მეკარებიან. იმიტომაც მას შევებენ. ჩემი ვიდეო დავდებ და ხო გადამიარეს, მაგრამ გაშოვების კამპანიას დავანებოთ, რეპორტებს მიკეთებდნენ, ანუ მარეპორტებდნენ, რომ ვიდეო არ გავარდნილიყო და ეხა იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, ეს ვიდეო უბრალოდ გავცელო. ამიტომ ყველას გთხოვთ რომ მოიწონოთ და აკომენტოთ თქვენი მოსაზრება, გადააზიაროთ. გადაზიარება არ უნიშნავს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივიტანოს სათქმელი. და გამომიწერეთ. იმიტომ ყველა აკაუნტს მიბლოკავენ ყოველთვის. ეხა თავარი საკითხი ისევ რა 16,000 გაყიდული არის, ანუ 100,000-ს გაყიდეს 16,000 მინიმუმ უძრავი ქონება და იმის მაგრიოთ კი არა შევზღუდოთო ცოტა ხანი 1-2 წელი მაინცო პირიქით 150,000-ამდე ზრდიან. ანუ ტიპები იმას კი არ იძახენ რომ ზღუდავთო. ეს შეზღუდვა არ არის. სადაც 100,000 იხდის და საქართველოს ჩამოდის 150,000-ს გადაიხდის და ბევრად მეტ ტერიტორიას იყიდის, ბევრად უფრო დიდ ბიზნესს აიღებს საკუთარ მმართველობაში და ქართველები ყველას მონებად სურს. არავინ არ ჩამოვა აქ და ფულს ისე არავინ არ მოგცემს რა. ეს ხოლმე შევიგნოთ. რომ ტურისტობა არ არის ჩვენი რა.
და ხო, გასაგებია, რომ ვიღაც შეიძლება მართლა სასწავლებლად ჩამოვიდეს, ვიღაც შეიძლება მართლა ტურისტად ჩამოვიდეს, მაგრამ ხო ვიცით, რომ 60-ში ვცხოვრობთ, რომელსაც ვერ ვაფასებთ. ამიტომ დაფიქრდით და გაიღვიძეთ. და კი არ შეშინდეთ, გაბრაზდით. გაბრაზდით. ნუ გეშინიათ, ბიჭო. თუ დაჭერაა, ყველას ვერ დაგვიჭერენ. თუ მოკლარი, ყველას ვერ მოკლავენ. და ეს ხონა შეიგნო და გაიაზროთ რა. მართლა ნერვები მეშლება იმ ფაქტს, რომ ყველა ჩუმად არის. და მდინარეების დაცვაც არავინ არ დამიწყოს, მინიმუმ იმის თავად მდინარეზე იყო კოლექტიური ნაცმოძრაობა კიდევ ერთხელ იქნება არჩევნებზე მონაწილეობის უფლებას. მოკლედ არჩევნებზე კიდევ ერთხელ მიიღებს მონაწილეობას. და 2024 წლის არჩევნებზე ხო დარწმუნებული ვარ, დარწმუნებული იმაში, რომ ყველა ქოცეს ამომრჩება, ქოცებს იმიტომ მისახმა, რომ აი ნაცმოძრაობას დავასრულებთ არჩევნების მერეო. 2024 წლის მერეც არჩევნებში თუ 2025 ხე ბოლო არჩევნები რომელიც იყო, ისევ გააგრძელებენ ჩვეულებრივად. მინიმუმ ამის დაცვა არ დაიწყოთ რა. და ბოლოს მე არ ვაორგანიზებ, მაგრამ ვიცნობ ადამიანებს, ვინც აორგანიზებენ ამ თემასთან დაკავშირებით უკვე გამოსვლებს და ყველას მოგიწოდოთ, რომ უბრალოდ ხარში დავუდეთ, ამიტომ გადააზიათ ეს ვიდეო, მაქსიმალურად მოიწოლეთ და რაც შეიძლება მე ადამიანთან მიმატანეთ ჩემი სათქმელი. საქართველოს არის ქართველების საკუთრება 100%-ით ვეთანხმები რა თქმა უნდა 29 ივნის შუადღის 3 საათზე საქართველოს მოქალაქეები მშვიდობიან საპროტესტო მსვლელობა მშვიდობიანი ეს გაიაზრეთ შეიძლება იქ ბევრი პროვოკაცია მოაწყონ და ამისთვის მზად იყავით არაკვეთ პროვოკაციებს რა ყველას მანდათ ლაივები ჩართული და ვიდეოები მინიმუმ რა თუ ინტერნეტი არ გქონთ ვიდეოს გადაღება მაინც ეცადეთ რომ რაღაცა არ შემოგვიგდონ და არ გაგვიჩალიჩო და მშვიდობის საპროტესტო მსვლელობა მუშტაეტის ბაღიდან 100,000 მოწამის ხიდამდე. ჩაკეტეთ საქართველოს, ჩაკეტეთ. საქართველოს ეკუთვნის ქართველებს და ყველა ისეთი კაცის თუ ქალის, დიდის თუ პატარის მართლა არ მაინტერესებს. ვისაც საქართველოს, ქართველების გარეშე სურს, ვისაც საქართველოს და ქართველი ერი უნდა მონათ, ან ვინმეს კოლონიად. ყველა მის დედას ვინაცვალე ზმნის ყველა ფორმაში. არც რუსეთი მინდა, არც ამერიკა, არც ევროპა. მე მინდა საქართველოში ეროვნულ ტრადიციული დღის წესრიგი და არა ვინმეს მონობა და ეს არის ჩემი პოზიცია. ვინმეს რამე არ მოგწონთ, გაატარეთ ეს ვიდეო, ან არა და რომ არ დაგვიჭიროს პოლიცია, სულთან სპორტული ინტერესიდან გამომდინარე, ნებისმიერ თქვენგანი და მე შევიდათ ერთ-ერთზე რინგზე. გავერთობი პირდაპირ გეტყვით. არ გირჩევთ. მოკლედ ცუდაც არაფერს არ ვიძახი, რა სწორს ვიძახი, იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა და ჩემი რასა არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი. პატივისცემა სხვა ერის წარმომადგენლებს, მაგრამ საქართველოს ქართველებს გვეკუთვნის, არც სტუმართ სპინძლობა გვეშლება და საქართველოს კოლონიად ყოფნას არ დაუშვებთ. საქართველოს ვინმეს მონობირო იმასაც არ დაუშვებთ და გურწმელად რა, გაიღვიძეთ, გამოფხიზდით და ნუ შეგეშინდებათ, გაბრაზდით.